გასულო პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად. ალბათ შეკითხვაზე ყველაზე მეტად ტურისტებს საქართველოში რა იზიდავს? პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი და ამაში დამეთანხმებით, ეს არის ქართული ფოლკლორი და ეთნოგრაფიული ტრადიციები, რომელიც ასე ძალიან აინტერესებს ყველა ჩამოსულ უცხოელ სტუმარს. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ ტურისტები კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოს ჩვენი ქვეყნა, ჩვენი კულტურით, კომპანია ჯეოტურისტი უკვე მეორე წელია საქართველოს ყველა რეგიონში ფოლკლორულ ფესტივალს ატარებს და აღსანიშნავია, რომ ჯეოტურისტის ტურები ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. გიორგი ახვლედიანი, ქრისტინა კობახიძე, საბა კობახიძე, ეს ადამიანები არიან ჯეოტურისტის წარმომადგენლები და ასევე ფესტივალის ორგანიზატორები. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. ძალიან საინტერესო ნიშა დაიკავეთ თქვენი საქმიანობით, იმიტომ რომ უკვე მეორედ ხარ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მე მახსოვს წინა გადაცემა, იქ საუბრობდით ფოტოტურზე. ესეც განსხვავებული ტურია, რომელსაც არ არის შეჩვეული თუნდაც არც ქართველები და არც უცხოელი სტუმრები. ბუნებრივია ინტერესი უფრო დიდია, როდესაც უცხოელ ტურისტს ასეთ საინტერესო ტურს თავაზობთ. ვისაუბროთ, მაშინ დავიწყოთ საუბარი თვითონ ფოლკლორული ფესტივალის შესახებ, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო და შემდეგ გადავიდეთ უკვე კონკრეტულად ტურებზე. ხო, აი მთელ საქართველოს მოვიცავთ 2016 წელს. ხო, გეგმა ასეთია, მართალია, მომავალ წელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩვენთვის პატივია და მადლობა იმისთვის, რომ ხარს გვიჭერთ ესე ყოველწლიურად და რაღაცად გვაშუქებთ. ფოლკლორული ფესტივალი რეგიონებში დაიწყო 2014 წელს, ეს იყო რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი. გვიმასპინძლა ამბროლაურმა პირველი სტარტი ავიღეთ ესე, ასე ვთქვათ. 2015 წელს უკვე გავაკეთეთ 4 რეგიონი, რომელიც იყო ძალიან მასშტაბური. მინდა გითხრათ, რომ აქტიურობა იყო მაქსიმალური, არც ველოდით ამდაგვარ ასეთ ჩართულობას. ეს იყო სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და სამეგრელო, ზემო სვანეთი. თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს ამ ფესტივალში. ვინ იღებს თავს ამ ფესტივალს? ეს არის რეგიონალური, ანუ ყველა ის რაიონი, რომელიც რეგიონში შედის, ეს ყველა ადამიანები ჩამოდიან ერთი ლოკაციის ადგილას და იქ მართავთ ამ ფესტივალს. ვცდილობთ, რომ ანუ ჩვენი იდეაში, ჩვენი მიზანი არის ის, რომ გავაცოცხლოთ ის ლოკაციის ადგილი, რომელიც არ არის ისე აქტიურად არც ტურისტებისთვის და არც იმ მოსახლეობისთვის იმდენად აქტიური, როგორც თქვათ სხვა ქალაქებში. ჩვენი მიზანია, რომ ბევრი ტურისტი ჩავიყვანოთ იქ, რეგიონი იყოს ჩართული ბოლომდე და რაღაცნაირად დღესასწაული მოიწყოთ. ბევრი დატვირთვა აქვს. იქ მცხოვრებლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მე მივხვდი, იმიტომ რომ მათთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება, როცა მონატრებული არიან რაღაც თქვა აქტიურ პერიოდში. იმდენი ადამიანის მასპინძლები არიან იმ დღეს, რომ აი აქ მაქსიმალურად ლოკაციებიც არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ჩვენ მწვანე თეატრს ცაგერში, ეს არის უნიკალური ადგილი, მე არ მიმაჩნია საქართველოში ადგილი, სადაც შეიძლება ამდაგვარი ივენთი გაიმართოს. ეს იყო რაღაცა ფანტასტიკური, რაღაცა გასაცოცხლებელი იყო, იმიტომ რომ ძალიან დაგვეხმარა მთავრობა და მუნიციპალიტეტი, გამგეობა, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი სინთეზში გაგვეკეთებინა და ფაქტობრივად ძალიან დიდი დღესასწაული ლოკაცია არის სასწაული. ყველა შემთხვევაში, ყველა რეგიონის შემთხვევაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბუნებრივია ლოკაციაზე და ბუნება ისეთი გვაქვს, რომ წარმოუდგენელია, როდესაც ამ ბუნებაში ასეთი კონცერტი დაგვხვდება, ტურისტი არ აღწევს. და ამის ემატებს ეს არის აუცილებელი პირობა. მე მოთხოვნა არის, რომ უფრო გადავიდე ემოციები და ბუნებასთან კონტაქტში. რეგიონში, ყველა რაიონში, ყოველ წელიწად სხვადასხვა რაიონში ვატარებთ მოკლედ. და ვცდილობთ, რომ შესაბამისად ანუ არ გამოვყოთ ერთი რაიონი, მაგრამ შეიძლება ლოკაცია უკეთესი იყოს, შეიძლება რაღაც პირობები უკეთესი იყოს, რომ მაინც ვცდილობთ, რომ სხვადასხვა რაიონში იყოს მოკლედ. მაინც მე მაინტერესებს როგორ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და შეთავაზება, რომ აი ჩადიხართ, ამბობთ, რომ იგეგმება ასეთი კონცერტი, რომელიც გათვლილია თუნდაც უცხოელი ტურისტებისთვის, უცხოელი ტურისტები გაიგებენ ჩვენს კულტურას. რამდენად მარტივად მოდიან ეს ადამიანები? ესენი არ არიან ხომ პროფესიონალი შემსრულებლები და მომღერლები? შეიძლება ისეთი მუსიკალური ოჯახია და ოჯახის წარმომადგენელი. მე მგონი ხო ოჯახური ანსამბლები არიან. ანუ ჩვენი სტილისტიკა არის ამგვარად დაცული, რომ ჩვენი ფესტივალი არ მოიცავს არანაირი კონკურსს და არანაირი შეზღუდვას. ის ადამიანები, რომლებსაც ანუ ჩვენ მივმართავთ პირველ რიგში გამგეობას და მუნიციპალიტეტს, რომ მათ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია თუ ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება საოჯახო ანსამბლი თუ იქნება რომელიმე ანსამბლი, რომელიც რეგისტრირებულია კონკრეტულ რაიონში, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვეპატიჟებით ყველას. ჩვენი ფესტივალი განსხვავდება იმით, რომ ჩვენ არ ვაფასებთ პროფესიონალურად ამ ადამიანებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ გამოდით,
გაქვთ იმის საშუალება, რომ წარადგინოთ თქვენი თავი და ვცდილობთ იმას, რომ ბევრი პროფესიონალი ადამიანი ჩავიყვანოთ და ეს ადამიანები ნახონ და უბრალოდ შეაფასონ, შემდეგ რაღაც შეთავაზება გაუკეთონ და წინა ასპარეზზე мотиваცია მივცეთ. მოვალწას უფრო მომზადებული შეხვდება რა. და როგორც ხვდები, წლიდან წლამდე რეგიონების რაოდენობაც იზრდება, ხომ? ანუ მსურველები უფრო მეტნი არიან. ხო, რა მაგარი. სურვებიც მეტია და ანუ წელს ხონდა 4 რეგიონში და მომავალწას ვაპირებთ რომ გავიზარდოთ რა. უკვე მთელი საქართველო მოიწონს. ეს საქართველოს მასშტაბით. ანსამბლები ვახსენეთ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ერთადერთი რის გამოც ტურისტები ჩადიან. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რაღაც არის სანახავი და რაც მე განსაკუთრებულად მიყვარს, გასასინჯი, იმიტომ რომ გასტრონომიული მხარე ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა კუთხეს აქვს თავისი სამზარეულო ამაზე და ვაკეთებ დიდ აქცენტს. აბა გითხარით როგორია ტური. მაგალითად პატარა კონკურსებით არის, რომელი რაიონი როგორ უფრო წარდგება, უფრო ლამაზად და განსაკუთრებულად თავისი კულინარიით. მე თვითონ სიტუაცია ესეთი რომ მთავრობა შემოდის, ეს მიდის სხვადასხვა რაიონებში, ასინჯებენ რაღაცა დასალევი იქნება, საჭმელი იქნება თუ ნებისმიერ რაღაცა რეცეპტით ამზადებული სპეციალურად იმ რეგიონის რაიონის დამახასიათებელი და აი ეს პროცესი არის და მე ჯილდოვდება ის რაიონი, რომელიც უკეთესად წარდგება, უფრო ლამაზად წარდგება და უფრო გემრიელად წარდგება ფესტივალზე. ეს ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ან კულინარიას. ეს საინტერესოა ჩვენს ფოლკლორში რამე ესეთი განსაკუთრებული თუ აქვს ტურისტებს რასაც გამოარჩევთ. განსაკუთრებულად რაც მოწონთ. კი ბატონო, ეხლა რა ხდება? ტურისტი, ზოგადად ტურისტის ანახო ძალიან განსხვავებული საქართველოში ეს ჩვენთვის რთული არ არის, იმიტომ რომ იმდენი გვაქვს ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო სანახავი, მოგეხსენებათ ეს ძალიან მარტივია. ხო, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორად შეერჩიოს ტურისტს და ვიზიტავთ ამ ხალხს და რა მესიჯი მიგვაქვს სწორად. მე მიმაჩნია რომ ეს ძალიან კარგია და რატო? ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოდის ფესტივალის ფარგლებში, ანუ ტური, როდესაც გვეყიდება და ვთავაზობთ სხვადასხვა კომპანიებს, აქვთ საშუალება კონკრეტულ ლოკაციის რაიონში მოერგონ მათ სიტუაციას, ანუ ჩაისვან მათი სამოსელი. ჩვენ ვაკეთებთ სტენდს აუცილებლად, სადაც აქვთ საშუალება მათ იგრძნონ თავი როგორც ქართველები, შეიმოსონ როგორც ქართველები, დააგემოვნონ როგორც კარგი სტუმრები და დახვდნენ კარგად მას მეძღვრად. თავად ამოვალონ ჭურჭხელად. ყველაფერი, ანუ აქტივობაში ყველანაირად მიიღონ მონაწილეობა და იმ დღეს იმ განსაკუთრებულად, როდესაც არიან ჩართულნი ამ პროცესებში და დილიდან საღამომდე, ანუ ჩვენი ფესტივალი არის დაახლოებით ესეთი ფორმატის, დილით სადღაც 11-ზე 12-ზე იწყება. ყველა რაიონი წარადგენს თავიანთ კუთხეს, ანუ ჯერ არის კულინარიის გამოფენა, უკან აუცილებლად მათი დამახასიათებელი სამოსელით ვეგებებით სტუმრებს ეს გადავინაცვლებთ და შემდეგ იწყება ფოლკლორული ფესტივალის კონცერტი. აი შემდეგ ფესტივალის ბოლოს უკვე არის დასკვნითი ნაწილი. აუცილებლად ყავს ხოლმე ან ჯგუფი მგზავრები, ან ჯგუფი ბანი, ან სხვადასხვა ანსამბლები და აი მთელი დღის მანძილზე იმდენად აქტიურად არის ყველა ამაში ჩართული, რომ აი ძალიან კმაყოფილები მიდიან ხოლმე ჩვენ ეს. მაინც აქცენტი კეთდება უცხოელ სტუმრებზე და არა ქართველებზე, ხო, იმიტომ რომ ახლა რასაც საუბრობთ, შეიძლება ბევრი ქართველისთვისაც კი აღმოჩენა იყოს. ჩვენ სულ იმას უსვამთ ხაზს მით უმეტეს ოთხშაბათობით, როდესაც ჯონია ჩვენთან ერთად, რომ ჩვენ საქართველოს არ ვიცნობ ისე კარგად და ხშირად სამწუხაროდ ისეც ხდება ხოლმე, რომ უცხოელმა სტუმარმა უკეთესად იცის ჩვენი ბუნება, ჩვენი განსაკუთრებული ადგილები. მაინც აქცენტი უცხოელ სტუმრებზე და არა ქართველებზე. თუ ინტერესი არ არის, თქვათ, ჩვენგან, ჩვენი მხრიდან. როგორ გითხრათ რა, მაგალითად ჩემს სამეგობროში თითქმის არავის არ აქვს ნანახი საქართველოს ნორმალურად. მეც მათ რიცხვში ვარ. ხო და ეს რატო ხდება, არ ვიცი რა. უცხოელს ბევრად 1-2 3 თუ ჩამოვიდა უცხოელი, ჩათვალისწინოთ მთელი საქართველოს კულტურა, რაღაც ტრადიციას ყველაფერს გასნეული. ქართველები ხშირ შემთხვევაში რაღაცა ინტერესს არ იჩენენ რა და რატო ხდება, არ ვიცი. ჩვენ ანუ თავაზობთ ასევე ქართველებსაც, რომ რაღაც ტურები გვაქვს. ისეთ სადაც შეუძლიათ რომ თვითონ დაათვალიერონ. არ ვიცი, ინტერესი უფრო ნაკლებია ვიდრე რა თქმა უნდა ჩამოსული სტუმრების. ეს ეხა არ ვიცი როგორ შეიძლება მოგვარდეს. მე მგონი ცალკე ქართველებისთვის უნდა გააკეთოს ძალიან ჩვენ ბევრი მეგობარს აქვს სურვილი, რომ ჩვენ ანუ სულ გვიწევს რეგიონებში სიარული და
აი ხან ბოლოს ოსო ნახეს უკვე რომ აი ძალიან ლამაზია საქართველო რაღაცა უკვე მოდიან რა ნელა ხო არ მიდიხარ სადმე იქნებ მეც წამიყვანოთ და ნელა ესე უხეშავთ ხო მაგრამ ფესტივალით დავარღვიეთ ჩვენის მე მგონი იმიტომ რომ ყველაზე მთავარი რაც გავაკეთეთ სინთეზი იმისა რომ ჩვენი სპონსორებით ჩვენი დამხმარე ადამიანებით და მხარდამჭერებით ვინც არიან შევქმნით ისეთი პროდუქტი სადაც შეუძლია პატარა ასაკიდან 3 წლიდან მოხუცებულობამდე მისთვის საინტერესო იყოს ანუ კულინარია ანუ კონცერტი და პლუს დასკვნითი კონცერტი ვიღაცას თუ ფოლკლორი არ აინტერესებს შეიძლება დასკვნითი ნაწილისთვის მოვიდეს ვიღაცას შეიძლება დასკვნითი ნაწილი არა და კულინარისთვის ანუ სინთეზი ისეთი გაკეთდა რომ ინტერესების მიხედვით ქართველსაც უკვე დიდი ინტერესი აქვს და მე ვფიქრობ რაღაცნაირად ის ჩვენ შევძელით ფაქტი ის არის დილას მოსული ღამე უნდა იქ არის ხოლმე რა ნამდვილად არ უნდა გამოვიდეს არა თან მაქსიმუმს იღებ აი შეიძლება რაღაც ახალს გიშლიდეს იმისთვის რომ წახვიდე რაღაც კონკრეტული ადგილის სანახავად მაგრამ როცა იცი რომ იქედან ჩამოხვალ გამდიდრებული იმ შთაბეჭდილებებით რაც იქ და გვხდება ეს კიდე სხვა მომენტია და გარდა იმისა რომ ნუ ძალიან დიდი სილამაზეა და მოგზაურობისას თქვათ ხშირად ვფიქრობთ ხოლმე რომ არსებობს რაღაც ადგილები და ძალიან მთელი პლანეტა გინდა ხო რომ მოასწრო რომ ნახო და ამ დროს ძალიან ახლოს არის შენთან ისეთი რაღაცაები რისი მსგავსი სილამაზითაც შეიძლება მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილი იყოს და ამ შანსს რატომღაც ესე უშვებთ ხოლმე ხელიდან იცი აღსანიშნავია ისიც რომ თქვენ ეს არის მესტიის კადრესტია კი ბატონო განსაკუთრებულად მინდა კიდე აღნიშნო იქიდან გამომდინარე რომ ლოკაციის ადგილი იყო არაჩვეულებრივი ესეც და 12 თემი მონაწილეობდა ამ ფესტივალის ფარგლებში 12-მა თემმა ჩამოიტანა მისი კულინარია ნუ ეს იყო სანახაობა მე ვერც წარმომედგინა თუ შეიძლება რძის ნაწარმისგან გაკეთდეს გემი ანუ აი არ ვიცი ყველა აი საოცრად ბოდიში კორექტირება შევიდო 17 თემა იყო სვანებს არ ეწყინა კიდევ უფრო მეტი და იყო აი მართლა საოცარი სანახაობა დავაგვირგვინეთ გზავრების კონცერტით და ხო აი ჩანს ყველაფერი ძალიან კარგად ნამდვილად საოცრია ამ დღეს ტურისტები უფრო ახალგაზრდები არიან თუ არა მხოლოდ ახალგაზრდებს აინტერესებს ვერ იტყვი რომ ახალგაზრდები უფრო მასიურად არიან ანუ ყველანაირი ასაკის ხალხი შეინიშნება ხოლმე მასიურად უცხოელებში განსაკუთრებულად თან რაღაც მე ვფიქრობ მოზრდილ ასაკში უფრო მოგზაურობენ იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად როცა ყოფილ ვარ სადმე ტურში ან ესე დასასვენებლად ძალიან ხშირად ხდებიან ხოლმე წყვილები განსაკუთრებით და იმდენად კარგი სანახავია ეს ყველაფერი ცოტა მშურს რომ ჩვენი ქართველი ბებოები და ბაბუები ვერ ახერხებენ ხოლმე ესე აქტიურად რომელი ქვეყნებიდან არიან თუ შეგიძლიათ ესე გამოღოთ ძირითადად რომელიმე ქვეყნებიდან მოდიან და მოდიან თუ არის მაინც ყველა ერთად როგორც თქვენ აღნიშნეთ არა წყვილები და უფრო ასაკში დადიან უფრო ებრაელები დადიან და ევროპიდან უფრო ჩამოდიან აი სლავები უფრო ახალგაზრდები ჩამოდიან უფრო გასართობად უფრო რაღაც სხვა ინტერესები აქვთ ვიდრე ექსკურსიები და ლამაზი სანახაობები ცოტა გართობისკენ არიან ორიენტირებულები ვიდრე სანახაობრივის ბუნებრივია ჯეოტურისტი აქცენტს სხვა რამეზე აკეთებს იმაზე რომ უცხოელებს განსაკუთრებულად კარგად დავანახოთ ჩვენი ქვეყანა მაგრამ მე მგონი ფესტივალი გაძლევთ იმის საშუალებას რომ ნამდვილი ფოლკლორული მარგალიტები იპოვოთ და აღმოაჩინოთ ქონიათ ასეთი შემთხვევა როდესაც სცენაზე გამოსულა ისეთი ოჯახი ან ისეთი შემსრულებელი რომელსაც აი საოცარი შთაბეჭდილება მოუხდენია თქვენზე ძალიან ბევრი ყოფილა იმიტომ რომ არის ორგანიზაციები ვინც მუშაობს ამაზე სპეციალურად და ამ ხალხის გამორჩევაზე ზრუნავს მაგრამ იქ ჩვენ ფესტივალზე ხუთ არა შემთხვევები, როდესაც უბრალოდ იმ წუთში გადაწყვიტეს, რომ იმ ოჯახს იქ უნდა ემღერა. თუნდაც ან ვიღაცა რომელიღაცა შემსრულებელს და ერთგვარი აღმოჩენა ყოფილა და მე რაღაცეები, კაი რაღაცეებიც მოყვა მოკლედ რა. ამ აღმოჩენებს. ეს ხშირად ხდებოდა. ეს ფესტივალი აძლევს ზუსტად იმის საშუალებას აბსოლუტურად ყველას, რომ თავისი გამოავლინო ამ სფეროში, რა თქმა უნდა რა და იგეგმება აბა მიდი არა მაინტერესებს იგეგმება თუ არა რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს პროგრამა ან გარკვეული სიახლეების შეტანა გასაგებია რომ მომავალი წლიდან გსურთ რომ უფრო მეტ რეგიონს ესტუმროთ უცხოელ სტუმრებთან ერთად პროგრამაში რაც ცვლილებები შეიძლება რომ კი ბატონო ცვლილება იქნება ის რომ ჩაერთვება კულტურის სამინისტრო ჩაერთვება ტურიზმის ადმინისტრაცია ჩაერთვება სპორტის სამინისტრო ანუ ვფიქრობ რომ რაღაცნაირად უფრო მასშტაბურს და უფრო სანახაობრივს გავხდით ამ ყველაფერს
ფაქტიურად ყველა გვეხმარება, ვერ ვიტყვი, ანუ რომ რაღაცა კონკრეტულად ვიღაცა უფრო გამორჩეულად ყველა გვეხმარება აბსოლუტურად, მაგრამ ჩართულობა უფრო დიდი იქნება მათი, იმიტომ რომ ექსპორტიც უფრო წამოიწევს ძველი ტრადიციები, ტურიზმიდანაც რაღაცნაირად უფრო მეტი ინფორმაცია გავა ჩვენზე რა ხდება და ანონსდება. კულტურის სამინისტრო თავისთავად ყოველთვის გვერდზე გვდგას და მადლობა მათ ამისთვის. და განსაკუთრებულად სალომე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ მე ამ დაგვარ გვერდზე დგომას არ ველოდი, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტები და გამგეობები არიან იმდენად ჩართულები. აი ამ ყველაფერს ერთად ჩვენ ვაკეთებთ ხელით. აი არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა უნდა. ეს რამდენად მნიშვნელოვანია მათი რეგიონისთვის ასეთი აქტივობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩადიხარს თავაზო პროექტს ეუბნები რა გინდა და ამ ყველაფერს გულით რო გიკეთებს ადამიანი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სახლის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან მონაწილეები აი ესეთი კარგი პროდუქტის. მადლობა მათ. მე ერთი კითხვა მაქვს, მაინტერესებს, თქვენ ისიც მოახერხეთ, რომ ისეთ ადგილებში ჩაიყვანეთ ტურისტები, სადაც აქამდე, ასე ვთქვათ, ტურისტის ფეხი არც ყოფილა. თუ შეგიძლიათ, რომ გითხრათ რა ადგილები იყო? იცით რა არის, ახლა ვერ ვიტყვი რომ ან ცაგერში, ან რაჭაში, ან მესტიაში ტურისტი არ ყოფილა, მაგრამ აი ეს ლოკაციები, სადაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ ამას, მე ვფიქრობ, რომ ტურისტს არ ქონია საშუალება თუნდაც იმ ადგილას კონცერტზე მოხვედრილიყო და ამდენი რამე ერთად ენახა. აი გულისხმობთ იმას, რომ ზუსტად ის განსაკუთრებული ადგილები ვანახოთ, სადაც აი ვერ გეტყვით, აი ცაგერში მწვანე თეატრი არის, აი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და ხალხი იყო ამით აღფრთოვანებული. დამოუკიდებლად შეიძლება ვერც მოხვედრილიყო. გამორიცხულია. ნამდვილად ვერ მოხვდები თუ არ მოაწყობ ამ დაგვარ ღონისძიებას და სწორ მარშრუტს რამხელა მნიშვნელობა აქვს. სწორად დაგეგმეს. ნამდვილად. საინტერესო მათი ემოციები, თუ იყო ესეთი ფრაზები, რომ თქვა ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით კიდევ ერთხელ. ბევრი ადამიანი მოინათლა. მინდა გითხრათ, ამ ყველაფრის შემდეგ, ამ სამოსალის შემდეგ ჯვარი დაიწერეს, აი ესეთი შემთხვევებიც გქონია და გვაქვს ხოლმე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ იმდენად მოწონთ ეს ქართული სამოსელი და როდესაც იმოსებიან და ჩვენ რაღაცნაირად იქვე ფოტომასალას ვაძლევთ, იქვე უბეჭდავთ და სახსოვრად მიაქვთ ეს ყველაფერი, რომ ფოლკლორის ფესტივალზე მოხვდნენ და ასე შემდეგ და მე ხდება ხოლმე მიმოწერები, რომ უნდათ შეიძინონ ეს სამოსელი, წაიღონ იქეთ რაღაცნაირად და ამ ხრივ რაღაც ნაწილი რომ თან წაიღონ აქაურობის ეგრე გამო. თან ცოცხალი რეკლამა ყველაზე კარგად მუშაობს რეალურად. თუ გადავხედავ ჩვენს ყოველდღიურობას, მივხვდებით, იმიტომ რომ უცხოელი ტურისტი ჩავა თავის სამშობლოში, თავის მეგობარს ეთქვის, თავის ოჯახის და წევრს სხვაებსაც სურვილი გაუჩნდებათ, რომ იგივე ნახონ საკუთარი თვალით და არა მოისმინონ სხვისი მონაკვალი. ფოტოები ვახსენეთ და ერთ-ერთი ტური, რომელზეც ვისაუბრეთ კიდეც, მაგრამ ისე ღრმად არ გვისაუბრია ამ თემაზე, არის ფოტოტური. მით უმეტეს, როცა ესეთი მოგონებები გაქვს, გინდა რომ ყველაფერი დააფიქსირო და თან თუ ისწავლი უფრო კარგად როგორ უნდა მოხდეს ეს დაფიქსირება, ნუ ეს ალბათ ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია. ეს ტური თუ იგეგმება, პირადად მე მაინტერესებს და ეს ტური აუცილებლად იგეგმება ყოველ სეზონზე. უბრალოდ ეხა მარინა ამის გარეშე, ანუ თუ პროფესიონალები იღებენ მონაწილეობას, ანუ მხოლოდ ფოტოგრაფები თუ შეუძლია ჩვეულებრივ ტურისტს. მოყვარულებსაც შეუძლიათ, რა თქმა უნდა და გართობაც ძალიან კარგი არის ამ ტურის დროს, ვიდრე პროფესიონალი ლექციებსაც ატარებს მარინა, უწყობთ სპეციალურად ლოკაციებს, განსაკუთრებულ სიტუაციებს, ფოტოგენურ სიტუაციებს. და ძალიან უნდა გინდოდეს იმ სიტუაციაში ცუდი ფოტო რომ გამოგივიდეს. ხო ისეთ სილამაზეში ხარ, რომ ყველანაირად უნდა მოინდომა, რომ არ გამოვიდეს. მე ამ ტურის ბოლოს ხოლმე ვაწყობთ გამოფენებს. ანუ ამ დღეების განმავლობაში რაც გადაღებული აქვს, საუკეთესო ფოტოს ტურის ვართმევთ და უკეთებთ გამოფენას ტურის ბოლოს. ესე იგი ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ ტელეფონით გადაღებულიც გამოფენაზე ყოფილა და დაუმსახურებია, ესე ვთქვათ. დიდი მოწონება და დაგეწონება. იმიტომ რომ მართლა ეხა სურო გინდოდეს რომ ცუდი ფოტო მაინც ვერ გადაიღებ, იმიტომ რომ ამას ადგილასთან, ამას ლოკაციაზე. მაგრამ ფოტოტური არ ითვალისწინებს მარტო ფოტო გადაღებას, ჩვენ ვაკეთებთ რეგიონალურ პოპულარიზაციას, ანუ კონკრეტულ რეგიონებში მივდივართ და მათ კულტურას ვიღებთ, ის კულტურას უბრუნდებით და ფოლკლორი კულტურა რეწვა, ეს ყველაფერი გადაგვაქვს ფირზე, შემდეგ საქართველოს კურეულებზე გადივართ სხვადასხვა ქვეყნებში, ანუ ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ ვართ განსხვავებული ტურისტული კომპანია უკვე ყველა საელჩო გვიცნობს, მოდის მოწვევები, საქართველოს კურეულზე ეს ფოტომასალა გაგვაქვს და ამითი რეგიონალურ პოპულარიზაციასაც ვაკეთებთ. ანუ ამ ხრივაც ვეხმარებით რაღაცნაირად ვეხმარება ყველაფერში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ფოტომასალა რეალურად იმათ რჩება თმე ისე და ანუ ჩვენ გვრჩება და საქართველოს რჩება და
ერთიან საქმეს ვაკეთებთ მოკლედ. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენც თქვენს გვერდით ვართ. ნამდვილად და მე თქვა. არა მარტო გაშუქების თვალსაზრისით, მოგზაურობაში თქვენს გვერდით ვიქნებით. დიდი მადლობა, რასაც აკეთებთ იმისთვის. მე მგონი რო აკეთებთ რეკლამა ნახოთ და დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში სულ ცოტა ხანში. დროებით.